ჩვენ მივემართებით ჭილის ტბისკენ, სადაც ცოტა ხანში ზიპლაინის სეზონის გახსნა ოფიციალურად დაიწყება. გამარჯობათ. ზიპლაინის ტურში პირველად იღებთ მონაწილეობას. პირველად იღებთ მონაწილეობას. ძალიან მოწონს, გამოჯანსაღებელია და ვფიქრობ, რომ ჩატარდეს ასეთი ტურები. ძალიან მოწონს, რომ ამდენი ახალგაზრდა დაინტერესდა ამ ტურით და წამოვიდა. როგორი განწყობა გაქვთ? ძალიან ხელი ცოტა დავიღალე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, და რასელი აი ამ ტურისგან? ველი ბევრ სანახაობას და საინტერესო გარემოს. როგორც ხედავთ, უკვე მოვედით ტბასთან, ახლა ვნახოთ როგორ ერთობიან ახალგაზრდები, რამდენად მოსწონთ მათ ექსტრემალური სპორტი და რამდენად დიდია ადრენალინი. როგორი გრძნობა ადრენალინი და საკმაოდ ექსტრემალურია, თუმცა მომავალში ვისურვები, რომ გაზრდილი იყოს როგორც ტაქტიკობა, ასევე მანძილი. ექსტრემალური სპორტის მოყვარული რამდენად ხართ? ვარდი და ვცდილობ რა საშუალებაც იძლევა საქართველოში, გარკვეული ჯგუფები მიიღო მონაწილეობა. რამდენი წლის ხარ? ყველაფერი. ჩვენ გითხრეს, რომ პირველი ბავშვი ხარ, ვინც ეშვება. როგორი შეგრძნება გაქვს? მე არ ამძროთ. ანუ აქამდე არ დაშვებულა ხო ჯერ ბავშვი არავინ? არა. დაშვებულა 13 წლამდე. არ გეშინია? შიშით არ მეშინია. აბა მითხარი როგორი შეგრძნება იყო? მაგარი შეგრძნება იყო და ძალიან მომეწონა. პირველად ვეშვები. ზიპლაინს ვაკეთებ ერთ წელიწადში. მინდოდა რომ რაღაც ახალი დავაკეთებინა და იმით დავიწყე ზიპლაინი. და მომავალში ვაპირებ რომ სიგრძე როგორც მინიმუმ გავასწავლოთ და იყოს ნახევარი 300 მეტრი და იყოს ბევრად ექსტრემალური ვიდრე ახლა. ბევრი ექსტრემალია თქვენი გადმოსახედიდან, აი რამდენია? ბევრი, იმიტომ რომ ახლა სეზონი ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურება. სეზონი გაგრძელდება ნოემბრამდე. როგორი შეგრძნება? ძალიან ადრენალინი? მომენტი. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ზიპლაინზე, ჭილის ტბაზე, ექსკლუზიურად ედიტორი ჟურნალისტი პირველად ეშვება. აქამდე არც ერთი ჩვენი ჟურნალისტი არ დაშვებულა. წავიდა.